ტრამპის ინაუგურაციას გამოხმაურებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. შეხება ინაუგურაციას და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ტრამპი აპირებს ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას, როგორც ჩანს თავის გუნდის განცხადებებიდან და მისი განცხადებებიდან. ეს აქტიურობა იქნება კავკასიაშიც და არავინ არ მოითხოვოს თავი და არ თქვას, რომ თუ ამერიკა, თქვათ, რეგიონში შემცირდება ამერიკული გავლენა, ან ამერიკა გავა კავკასიიდან, საქართველოსთვის კარგი პირობები იქნება, საქართველო უფრო დაცული იქნება, თავისუფლება უფრო გარანტირებული იქნება, პირიქით იქნება, მეგობრებო. პირიქით მოხდება, ამერიკა არ გავა აქედან. დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც ქართული ოცნება იყენებდა საკუთარ პროპაგანდაში, მოდი ესე ვთქვათ, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ისინი ცდილობდნენ, რომ საზოგადოების თავს მოეხლიათ, თუმცა ინაუგურაციამდე ახალ პრეზიდენტის ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ორპარტიული ხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა ქართული ოცნების მიმართ. დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელმაც წინასაარჩევნოდ კაცრად განსაზღვრა ამერიკის სამომავლო საგარეო და საშინაო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკაში პირდაპირ თქვა, რომ ის დაასრულებს ომს უკრაინაში, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან ერთად ის აპირებს, რომ მსოფლიოში შვიდობა შეინარჩუნოს. და შიდა ეროვნულ პოლიტიკაში თქვა, რომ ის აკრძალავს LGBT სიგიჟეებს და ტრანსგენდერულ სიგიჟეებს. ასევე სკოლებში შეუშვებს ოჯახური ღირებულებების სწავლებას. შესაბამისად, ჯო ბაიდენს არც ერთ საკითხში არ ეთანხმებოდა პრეზიდენტი ტრამპი და შესაბამისად გამოდის, რომ მსოფლიო წესრიგი აუცილებლად შეიცვლება. ტრამპი დღეს პიცდადებს ოფიციალურად გახდება ამერიკის 57-ე პრეზიდენტი და ამით ფაქტობრივად ალბათ არ გავაზვიადებ თუ ვიტყვით, დასრულდება ცივი ომის შემდეგ გარდაქმნის პროცესი, ასე ვთქვათ, და სამყარო შევა ახალ ეპოქაში, რასაც შეიძლება თამამად უწოდოთ რეალიზმის ეპოქა, სადაც რომლის ძირითადი მახასიათებლები იქნება ის, რომ მისი ყველა წევრი, ანუ ყველა წევრი სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი იქნება საკუთარი ეროვნული ინტერესები და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა. და აქ შეიძლება პატარა სახელმწიფოების ინტერესები რაღაცნაირად გაიწიროს, ასე ვთქვათ, მაგრამ მეორე მხრივ ეს მაგალითად საქართველოსთვის შეიძლება იყოს ასევე შესაძლებლობა, რადგან ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი როლი, საჭიროება, ინტერესი გამოვკვეთოთ და დავამტყვრიოთ ამერიკის ინტერესს. საკითხს დღეს ქვეყნის მეთაური გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს, გაცხადებული Deep State-ის დამარცხების გეგმა და გვინდა წარმატებები უსურვოთ მას ამ საქმეში. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისივე თქმით, საქართველოს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თავისებურად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს. გაცხადებული ეს არის Deep State-ის დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები უსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, რა თქმა უნდა. ამ ბრძოლაში წარმატებას იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა Deep State-თან პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს შვიდობის უზრუნველყოფას სოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა სოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის მანძილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მსაობა, რომ გსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზე ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები ადგილზე დილიდან შეიკრიბნენ. საყვირებითა და შეძახილებით მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მზე ამაღლობელის დაკავება. ჟურნალისტების განცხადებით აქცია მთავრობის ხდომის პარალელურად დაგეგმეს იმ მიზნით, რომ მოთხოვნები მინისტრებს გააგონონ. მათივე თქმით, დაუსაბუთებელია მზე ამაღლობელის პატიმრობა. არის
სიმბოლურად სწორედ მთავრობის ხდომის პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ აქ მოსულიყავით, რომ აი აქედან გავაგონოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მოთხოვნა, რომ ზია არ იმსახურებს პატიმრობას. ის ვერც მიიმალებოდა და ვერც მტკიცებულებებს გაანადგურებდა. გაუსაბუთებელია მისი პატიმრობა, ამიტომ დროულად მოვუწოდებთ პროკურატურას, ქართული ოცნების მთავრობას და შეცვალონ აღკვეთი ღონისძიების ფორმა და შეუხატონ გირავად. ძალაუფლება არის ქართული ოცნების მთავრობის ხელში. შესაბამისად ჩვენ აქ მოვედით დღეს პირველივე სხდომისთანავე ზიას დაპატიმრების შემდეგ და ვითხოვთ და მოვუწოდებთ მათ და გვინდა გავაგონოთ ჩვენი ხმა რომ ზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან ციხიდან. ჩვენ არ ვაპირებთ რომ შევეგუოთ მის პატიმრობას, იმიტომ რომ როგორც წეგან აღნიშნე და ახლაც ვიმეორებ, ზია არის დანაშაულებრივი პროვოკაციის მსხვერპლი, ნებისმიერი ჩვენგანი ასეთ სტრესულ, მძიმე ემოციურ საფრთხის უკიდურესად საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს მზიას მდგომარეობაში. ციხეში ზის მზია ამაღლობელი, რომელიც არის სიმბოლო მართლაც არანორმალური, არ ვიცი, ასეთი პროფესიონალები სულ რამდენიმე გვყავს ჩვენ ქვეყანაში და მათი ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო, რომ სწორედ აი ასეთი ჟურნალისტი უნდა დაეთხოვებინათ, რომელიც არათუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ მიკერძოებული, არამედ ყოველთვის იყო სამაგალითოდ დამოუკიდებელი, ობიექტური და პროფესიონალი. ნამდვილად გამორჩეული რედაქციის ხელმძღვანელი იყო. ის უნდა გაესამართლებინა მოსამართლეს, რომელსაც არ ქონდა კვალიფიკაცია, უნდა დაარღვიოს ვადები აუცილებლად სააპელაციო, აუცილებლად ბევრი რამ უნდა მოხდეს მის საქმეში, იმიტომ რომ სხვაგვარად დემოკრატიის არქონა არ ფორმდება. უნდა გააფორმონ და გააგებინონ თითოეულ ადამიანს, რომ ამ ქვეყანაში აღარც ერთი აღარ ხართ დაცული. იმიტომ ისჯება, რომ აკეთებს თავისუფალ ჟურნალისტიკას და იმიტომ ისჯება, რომ მან მართლა არაერთხელ თავისი მედიით გააწნა ალიყური და იმიტომ ისჯება, რომ ის მედია აკრიტიკებს ამ ხელისუფლებას და როგორც ნახეთ მთელი სერიალი, ყველაფერი მიდის იქით, რომ კრიტიკული მედია გააჩუმონ და რა იყენებენ მშვენივრად ახლა ამ შემთხვევას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისეთი პოლიტიკური ფასი დაუსვათ ამათ, რომ იძულებული გახდნენ, რომ გამოუშვენ, აღარც უღირდეთ. ეს არის ჩვენი ზიას დაკავებიდან კი არის მეოთხე დღე, მაგრამ ბრძოლა დიდი ხანია გრძელდება და გვაქვს განცდა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს მოსახლეობაზე და კიდევ უფრო და უფრო მეტ სისასტიკეს იჩენს, საზოგადოება ეტყვის სათქმელს. ზია მათთვის ციხეში გაცილებით უფრო საშიშია და გაცილებით უფრო დიდი დისკომფორტი იქნება ვიდრე გარეთ. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს პროკურატურა იქცა ის ორგანო, რომელიც დაკვეთებს ასრულებს, იმიტომ მათი მოქმედების გამო დღეს ყავს უკანონო პოლიტპატიმრები. ამავდროულად თვალი აქვს დახუჭული ყველა იმ ძალნაშაულზე, ყველა იმ ძალადობაზე, რაც ამ ბოლო პერიოდში პროტესტების დროს განხორციელდა. შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მილიარდ ლარს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ. საკითხზე კომენტარი ვიცე-პრემიერმაც გააკეთა. შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს და ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მილიარდ ლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. როგორც მოგეხსენება, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, ხოლო 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ. ტურიზმის სფეროში ქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური
გართულებებისა, ეს ხო საარჩევნო თვე, ოქტომბრის თვე, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეოთხე კვარტალის დავუყურეთ ძალიან დიდი წარმატებით, შემოსავლება მეოთხე კვარტალში შეადგინა $964 მილიონი, რაც არის 90 მილიონი დოლარით მეტი. 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე, ანუ ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოდით. ტურიზმიდან წლიური შემოსავალი 2024 წლის განმავლობაში 7.3%-ით გაიზარდა, რეკორდული მოცულობა, რეკორდული თანხა დაფიქსირდა, ეს არის $4.425 მილიონი, რაც მნიშვნელოვანი პრინციპში მატებაა წინა წელთან შედარებით, ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი მიუხედავად ყველა გამოწვევისა იყო საკმაოდ შედეგიანი. ვფიქრობ, რომ ოპონირების ეს ფორმები ხშირ შემთხვევაში არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მათ შორის ეკონომიკური ინტერესების და ალბათ პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესების. ეს არ არის სწორი პოლიტიკური გზა. ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული იდეები, ჩვენ შეიძლება ოპონირება ვახდენდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომები, გეგმები და ასევე გემოვნება, მაგრამ ქმედებები, რომელიც სასახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესებს, ეს რა თქმა უნდა არანაირად არ არის გამართლებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურ ჭრილში ვეცდებით, რომ პროცესები მაქსიმალურად სტაბილური იყოს, არ განხორციელდეს ის რისკები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს. ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის ვაშინგტონში ვიზიტი პოლიტიკური განხილვის თემაა. არ ხდება ესე ადმინისტრაციის მხრიდან დაბადიჟება, აქ არის ესე ვთქვათ, რომ არ არის მოსაწვევების სისტემა, არის გარკვეული პროცესები დასასწრებად. მე რაც საერთაშორისო ინფორმაცია მოვისმინე, საერთოდ კაპიტოლიუმის ესე ვთქვათ, შიდა ტერიტორიაზე გადავიდა ამ მინიდან გამომდინარე ტრამპის ინაუგურაცია, ამიტომ სულთა პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით თუ იქ არ ხდება შეხვედრები შესაბამის ადამიანებთან, რომ მაგალითად ახლა სალომე ზურაბიშვილი ბევრ შეხვედრას მართავდა ინაუგურაციამდეც და გამართავს. თავად ესე ვთქვათ, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ ვიცი რისთვის არიან ჩასული, იმიტომ რომ მე არ ვიცი მათი დღის ეს რიგი. კოლექტიური ნაწმოძრაობა ზურაბიშვილის წარმოდობით არის უკვე სასაცილო მდგომარეობაში. არ არსებობს არც ერთი საკითხი, რაშიც პრეზიდენტ ბაიდენს ეწინააღმდეგებოდა ზურაბიშვილი და კოლექტიური ნაწმოძრაობა. ამავდროულად არ არსებობს არც ერთი საკითხი, რაშიც პრეზიდენტ ბაიდენს ეთანხმებოდა დონალდ ტრამპი. და ეხლა ვის ინაუგურაციაზე მიდიან? ერთი კითხვა მაინც ვინმე დაუცვას. ან იქ რო ჩავა, რომელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიდიან, რომელიც ეწინააღმდეგება ომს უკრაინაში, რომლის მომხრე იყო ბაიდენი. საზოგადოება მიცის, რომ ოფიციალურად მხოლოდ 5 უცხოელი პარტნიორია მოწვეული ამერიკის შეერთებული შტატების ტრამპის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით მხოლოდ 5 პირია მოწვეული და აქედანაც ყველა არესტირება, მხოლოდ რამდენიმე მათგანი დაესწრება. ევროპიდანაც თუნდაც ევროპიდან არც ერთი ლიდერი არ არის მოწვეული გარდა იტალიის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებისა. ეს ერთი და მეორე ჩვენ რასაც ხედავთ, რაც უნდა განვასხვაოთ ხშირად, ეს არის რეალური, რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა ერთი და მეორე ხმაური. სწორედ ამას ხედავთ ოპოზიციის მხრიდან ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში, რაღაც უსარგებლო ხმაურის შექმნა, რომლითაც შეიძლება გადაიფაროს რეალური ინფორმაცია და რეალური მოვლენები, ასე ვთქვათ. პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლა, ასეთია ოპოზიციის გეგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ბარიერ გადალახული პარტიების მორიგი სამუშაო შეხვედრა გუშინ გაიმართა. მანამდე ერთი შეხვედრა დილით შედგა. დისკუსიას არ დასწრებია გიორგი გახარიას გუნდი. ისაუბრეს თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები და ამისთვის რა ცვლილებებია საჭირო. ოპოზიციაში ამ მიმართულებით განსხვავებული პოზიციებია, თუმცა ამბობენ, რომ თავად პრინციპებზე თანხმობა მიღწეულია. მსჯელობის კიდევ ერთი თემა პროკურორობისა და მოსამართლებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაა. ჩვენ ვსჯელობთ, რომ როდესაც დადგება მომენტი, როდესაც ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, ეს ახალი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს და რა ფორმით უნდა ჩატარდეს, ანუ როგორ უნდა იყოს ადმინისტრება, როგორ უნდა იყოს წესები და ასე შემდეგ. ამაზე არსებობს ერთიანი ხედვა. ყველა არის ამაზე შეთანხმებული. განსხვავებული ხედვები არსებობს უბრალოდ იმაზე, როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს. საუბარი იმაზე, რომ გაკეთდეს ისევ ამას დაჭირდეს საკანონმდებლო ცვლილებები და თუ დაჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ეს საკანონმდებლო ცვლილებები როგორ უნდა განხორციელდეს, თუ გაკეთდეს ისევ ამას არ დაჭირდეს საკანონმდებლო ცვლილებები და რაღაცა სხვა გზები იყოს მოძებნილი. ამაზე არის ხოლმე დისკუსია. შეუთანხმოება არაფერი არ არსებობს.
საქართველოს ხედვა არის ერთიანი, უბრალოდ დეტალებზე არის საუბარი, რომელი გზა იქნება. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ არის ის, რომ ეხლა ამ წუთში დევს მაგიდაზე სამი სცენარი და ჩვენთვის სამივე არის მისაღები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია განხორციელდეს რიგი ცვლილებები იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაჯანსაღდეს და შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში და შეიცვალოს რიგი უწყებების ხელმძღვანელობა. ეს უნდა მოხდეს პოლიტიკური კონსენსუსის გზით და ეს უწყებები 6 უწყება არის, რომელთა ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს, უნდა დაინიშნოს პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც უკვე მოახდენენ არჩევნებში ჩართულობას და ჩაატარებენ თავისუფალ და დამოუკიდებელ არჩევნებს. ქართული ოცნება აღწელებს სრულ ინფორმაციას და პროპაგანდას, რომ თითქოს ვიღაც აპირებს, რომ ამ პარლამენტში საქმიანობა გააგრძელოს, არავინ არ იქნება ოპოზიციიდან წარმოდგენილი ამ პარლამენტში. მეორე, საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების და დელეგიტიმაციის პროცესი მხოლოდ გაღრმავდება. ჩვენ ამაზე აქტიურად მუშაობთ. იცით, რომ ლელუს ლიდერები დღეს არიან ვაშინგტონში და სწორედ რეჟიმის შემდგომი წნეხის გაზრდის მიზანი არის ამ ვიზიტის ასე ვთქვათ ამოცანა და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის მუდმივ რეჟიმში ზეწოლა ხელისუფლებაზე. ჩვენ მათ შორის ოპოზიციური პარტიები აქტიურად ვუჭერთ მხარს ხალხის წინააღმდეგობა. დარწმუნებული ვარ, რომ წნეხით ქვეყნის შიგნიდან, წნეხით ქვეყნის გარედან, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებით, სანქციების პოლიტიკის გაგრძელებით და რაც მთავარია, ჩვენი შეუპოვარი და დაუღალავი ბრძოლით ქვეყნის შიგნიდან, იმ პროტესტით, რომელსაც ჩვენ თვენახევარია ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, აუცილებლად მივაღწევთ, აუცილებლად გათავისუფლდება ყველა პოლიტიკური ტყვე და ამ ქვეყანაში ჩატარდება ნორმალური არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი, პროევროპელი, თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის ნებას. 2025 წლის 4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. ამიტომ ოპოზიციას ურჩევ გაუგებარი დოკუმენტებზე წერას და მასზე მუშაობა ჯობია მოეზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რადგან ქვეყანაში არჩევნების დანიშნვის საკითხი არ განიხილება. მათ შორის სწორედ იმ მტკიცებულებების ვერ წარმოადგენიდან გამომდინარე, რომელიც თავად ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა, ვერც პროკურატურაში, ვერც საზოგადოებისთვის და ვერ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები დაინიშნება, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული, რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის შექმნას, მათ შეუძლიათ სალომე ზურაბიშვილის ოფისში შექმნა მთავრობა, ჩამოაყალიბონ, ითამაშონ ხელისუფლება და ისევე როგორც მათ შეუძლიათ თბილისის ცენტრალის ოფისში ჩამოაყალიბონ პარლამენტი და იქ პარლამენტარობა ითამაშონ. პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე შვეიცარიულ ბანკს იულიას ბერს სასამართლოში უჩივის. საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ შანტაჟზე. დაცვის საქმეს წარმოადგენს ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება. ბანკმა 1 წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა, იყო მუქარაც. როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას კრედიტ სუისის მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა კრედიტ სუისის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაში იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა. შვეიცარიაში დავისაგან წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა. აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული. დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ კრედიტ სუისის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, იულიუს ბერში. მათ შორის ის ანგარიშები, რომელზედაც უნდა განთავსებულიყო ჰედჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ იულიუს ბერი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. თითქმის 6 თვის განმავლობაში იულიუს ბერი ჰედჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების თანხების ბრუნვის შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა.
აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს. ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება მიეღო ინფორმაცია ჰეჯ-ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იულიუს ბერმა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, იულიუს ბერმა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება. ბოლო პერიოდში კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ-ფონდებმა დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. იულიუს ბერი არის ხელშეკრულების მიხედვით ვალდებული მიიღოს ზომები ჰეჯ-ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. იულიუს ბერი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ-ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ-ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას თუ განმარტებას, თვლის, რომ იულიუს ბერი და ზემოაღნიშნული ჰეჯ-ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, საზიანოდ. ურთიერთობა გაუარეს და სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინათ დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც იულიუს ბერმა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივ მექანიზმს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას. არადა როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება. შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში იულიუს ბერი ფაქტობრივად დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიშები უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძველით ანგარიშის დახურვა გაუქმების მიზანშეწონილობა იულიუს ბერის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში. თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. იულიუს ბერს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. და ბოლოს იულიუს ბერმა ბენეფიციარების აზრით არასწორად უფრო სათავისოდ განმარტა ეგრეთ წოდებული ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ეგრეთ წოდებულ ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები. ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს, იფიქროს, რომ იულიუს ბერის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და იულიუს ბერიც ამა თუ იმ ფორმით ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები იულიუს ბერის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საუნივერსიტეტო რეფორმაზე მუშაობა იწყება. მიზანია უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივი გარდაქმნა. შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, კომისიის მდივანი კი გახდება პრემიერის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში ლევან იზორია. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4 წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდაქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი. ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართულმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხითაც ისწავლებს უმაღლეს განათლებას, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტული გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. ჩვენი მიზანია პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაიწყოს ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა თბილისში. ეს იქნება უნიკალური პროექტი, ვინაიდან ერთიანად იქნება გაერთიანებული აქ როგორც სასწავლო, ისე საუნივერსიტეტო საცხოვრებელიც და ამ მხრივ ითვლება, რომ შეიქმნება ფაქტობრივად ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი. თავარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება შინაარსობრივი გაუმჯობესება, არსებული თქვათ გარემოსი. ამ მხრივ ხედვაში არის ერთ-ერთი მიმართულება, ეს იქნება ესე თქვათ პროფილურად გაძლიერება არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების. პარლამენტთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს სასჯელის სახით 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა ამნისტიის შედეგად მათი სასჯელი 2.6 წელი გაუქმდათ. იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებულები მიიჩნევენ, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების არაადამიანური და მომცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაერღვათ, დაცვის უფლება არ არსებობდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები და სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, მათ უფლება აქვთ განაჩენით 15 წლის ვადაში გაასაჩივრონ. მინდა ვთხოვ ახლა დანიშნულ პრეზიდენტს, რომ ორივე საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, როგორც კი დადგება განაჩენი, მათ შორის სარეზოლუციო ნაწილს ალბათ ამ დღეებში გადმოგცემენ და ორი კვირის ვადაში შემდეგ უკვე ნათია გუდაძე მოსამართლე მოგვაწოდებს უკვე დასაბუთებულ ვერსიას განაჩენისას. ჩვენ შევეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში შევიტანოთ უკვე პრეზიდენტზე იმ თხოვნით, რომ შეიწყალოს ეს ახალგაზრდები. შეთანხმების გაფორმა ბუნებრივია მოხდა, ანუ აღიარების საფუძველზე უპირველეს ყოვლისა ნაწილობრივი აღიარება მოყვა, ანუ ბრალდებულების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენოთ საქმეში არსებობს ვიდეო მასალა და ამას ვერ გავექცევით. გადაწარდგენილი ქმედება, ითვალისწინებდა თავისუფლების აკვრეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. მივიღეთ ხედელობაში გარემოებები, მათ შორის ხედელობაში იქნა მიღებული საბა მეფარიშვილის ნასამართლობა, მას რო არ გაფორმებოდა საბჭოთა შეთანხმება, მოსამართლე მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას და მას განუსაზღვრავდა 4 წლით თავისუფლების აკვრეთას. ხედელობაში მივიღეთ მათი ოჯახური გარემოებები, აღიარება, მონანიება, წარსული ნასამართლობა და აქედან განისაზღვრა სწორედ ეს სასჯელი, რაც მათ შეეფარდათ. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამასმა ისრაელს გასათავისუფლებელი მზევლების სრული სია გადასცა. სის მიღებამდე ისრაელი ზავის ამოქმედებამდე უარს ამბობდა. მხარეთა შეთანხმებით ჰამასი მზევლების გათავისუფლებას დღეს საღამოს დაიწყებს. ცნობილია იმ პირველი 3 მზევლის ვინაობაც, რომლებიც დღეს სახლში დაბრუნდებიან. დღესდილიდან ჩვენ ყველანი ველოდებით შეთანხმების რეალიზების დაწყებას, მაგრამ ჰამას არ შეუსრულებია ვალდებულება და არ გამოუგზავნია გასათავისუფლებელი მძევლების სია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეალიზებული ვერ იქნება მანამ, სანამ ჰამასი არ შეასრულებს ვალდებულებებს. ისრაელის არმია განაგრძობს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას. სურს მშვიდობა იყოს, გვინდა რომნი და ყველა მძევალი სახშეურნებელი დაბრუნდეს. აქ რომნის მეგობრები ვართ შეკრებილი. მთავრობამ მხარი დაუჭირა მძევლების დაბრუნების გეგმას. ეს არის ომის მიზანი და მასზე უარს არ ვიტყვით, სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ. ეს გარიგება შედეგია ჯოზე ბაიდენის ადმინისტრაციასთან და დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის. როგორც კი პრეზიდენტად აირჩიეს, ტრამპმა აიღო მძევლების გათავისუფლების პასუხისმგებლობა. ის მესაუბრა 4 შაბათს და მიესალმა შეთანხმებას, რომლის პირველი ეტაპი ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითვალისწინებს. დიახ, მას სწორედ ასე თქვა დროებით შეწყვეტას. პრეზიდენტი ბაიდენის და პრეზიდენტი ტრამპის მხარს უჭერენ ისრაელის უფლებას განაახლოს საომარი მოქმედებები, თუ მოლაპარაკების მეორე ეტაპი უშედეგო იქნება.